განცების შემდგომ სტუმართან დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვიდრე მას წარმოგიდგენთ, შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 თებერვალს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შაბათ კვირას არ ვართ ეთერში, სწორედ წინ წრებად დღეს ვისაუბრებთ უდიდესი მეფის ღვაწლზე, წმინდა დავით აღმაშენებლის შესახებ. სასაუბროდ მოვიწვიეთ უნივერსიტეტის პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, თუ არ ვცდები, გამოცდების ეროვნული ცენტრის ბატონი მიხეილ ბახტაძე. მოგესალმებით ბატონ მიხეილ. მოგესალმებით. მოკლედ რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ვიდრე ვთქვათ, უფრო გავშლიდოთ ამ თემას, დასაწყისში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, როგორ მომწიფდა, ასე ვთქვათ, იმ დროინდელ საქართველოში ვითარება იმისათვის, რომ სწორედ დავით აღმაშენებელი ასულიყო სამეფო ტახტზე. მოგეხსენებათ 1099 წელს დავით მეოთხე, 16 წლის დავით მეოთხე აიყვანეს ტახტზე. მანამდე რა ვითარება იყო? გიორგი მეორის მეფობის დროს იწყება დიდი თურქობა, სელჩუკთა შემოსევები, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა ქვეყანა. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო მთლიანად არის მტრის მიერ განადგურებული, მოსახლეობას ეს მხარე დატოვებული აქვს, შეგრძნული ან დასავლეთ საქართველოში, ან მთაში. როგორც ჩანს, ეხლა ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ სამწუხაროდ დავითის შესახებ, ცნობები მანდამაინც ბევრი არ აქვს. ქართლის ცხოვრებაში რაც არის დაცული ცხოვრება დავით აღმაშენებლისა, ძალიან პატარა, მოკლე, აი დღევანდელი იმით რომ ამოვბეჭდოთ დავუშვათ, არა, არის 25-30 ძალიან წირი ინფორმაცია, ამიტომ რაღაც ვარაუდი გვიწევს. როგორც ჩანს, შეიქმნა ვითარება, ოდესაც გიორგი მეორეს, ესე რომ ვთქვათ, ავტორიტეტი დაეცა. გიორგი მეორე სახელი დაუკავშირდა წარუმატებლობას და საჭირო იყო რაღაცა რადიკალური ზომების გატარება. ესეთი ზომა იყო ახალი მეფის ტახტზე აყვანა. გიორგი მეორე დარჩა მეფედ, ის ბოლომდე მეფე იყო, მეფეთ იწოდებოდა, მაგრამ 1099 წლის შემდგომ იგი ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეებში ამდენად ჩვენთვის ცნობილი არ მონაწილეობდა. მცირე გამონაკლისის გარდა ეს არის რუის ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც ის ესწრება. და აი დავითი იწყებს მოღვაწეობას. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გამეფებამდე დავითი გარკვეულ მონაწილეობას ქვეყნის მართვა-გამგეობაში იღებდა. მაგრამ აი მას შემდგომ რაც ტახტი დაიკავა, ის იწყებს უკვე თავის მეფობას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ ვითარებაში, ძალიან მძიმე ვითარებაში. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ სამეფოს საზღვარი იყო ლიხის ქედი. ანუ სამეფო ხელისუფლება ვრცელდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს. ის რაც ბაგრატ მესამემ გააერთიანა, ის საქართველო აღარ არსებობს. კახეთ-ჰერეთი ცალკეა, თბილისი მუსლიმთა ხელშია, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო აოხრებულია, სამეფო ხელისუფლება დასუსტებულია, ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად განადგურებულია. აი ესეთ ვითარებაში იწყებს დავითი მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, მათ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გარკვეულ რისკზე წავიდნენ. იმიტომ რომ საკმარისია დავითის მეფობის პირველივე ნაბიჯი ყოფილიყო წარუმატებელი, რომ გაცმარეთის მერე რა მოხდება. ისედაც დარწმუნებული იყვნენ. რომ დავითი არის ის პიროვნება, რომელიც შეძლებს აი ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყნის გამოყოფას. და ვითარება მართლაც სურთულესია. ყველაფერი ერთდროულად იყო გასაკეთებელი. სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, სელჩუკთა მარბიელი ლაშქრობების შეწყვეტა, ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვა, ქვეყნის აღშენებლობა პირდაპირ მნიშვნელობით, გზები, ხიდები, ქალაქები, ციხეები, ზრუნვა ქვეყნის განათლებაზე, მეცნიერების განვითარებაზე, კულტურაზე, ყველაფერი ერთდროულად იყო გასაკეთებელი. ანუ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები იყო ყველა დარგში გასატარებელი. როგორ იწყებს აი ამ რეფორმების გატარებას? ეტაპობრივად ცხადია. დავითს აქვს ერთი ძალიან საინტერესო და კარგი თვისება, რაც ალბათ ქვეყნის მმართველებისათვის მისამაძია დღესაც. ეს არის? მან ზუსტად იცის, როდის რა უნდა გააკეთოს. ის არ მოქმედებს პრინციპით მოჩქარეს მოუგვიანდეს. აი ელოდება, როდესაც შეატყობს, რომ ვითარება მზად არის, მაშინ დams ამ ნაბიჯს. აი ძალიან საინტერესოა, 1099 წელს ავიდა ტახტზე და 1099 წლამდე 10 წელი სელჩუკთა თურქეთის ხარკს. რა თქმა უნდა, ეხლა წარმოიდგინეთ 16 წლის ახალგაზრდა ტახტზე არის, პირველივე სურვილი არის, რომ ეხლა არ გადავიხადოთ არანაირი ხარკი, არაფერი არ გავაკეთოთ, მაგრამ იცის, რომ ამას მოყვება ძალიან მძიმე შედეგები. და ელოდება, ოდესაც ვითარება იცვლება, ჯვაროსნები იერუსალიმს აიღებენ და სელჩუკთა მთელი ყურადღება გადადის ჯვაროსნების წინააღმდეგ, აი მაშინ გამსამ ნაბიჯს და წყვეტს ხარკის გადახდეს. აი საოცარი თვისება არის, რომ ითმენს და აი ზუსტად გაკეთებს. რა თქმა უნდა, იგივე თქვა შეგვიძლია თქვა თბილისის აღება. თბილისის ბოლოს იგებს, ხო 1022 წელს. არა და ალბათ თავიდანვე ქონდა სურვილი, რომ ეს ქალაქი, რომელიც აღებაზე ბაბუამისმა ამდენი იწვა და 4 ჯერს წადა და ვერ აიღო, თავიდანვე აიყო, არა, ყველაფერს ამზადებს და ბოლოს აკეთებს ამ ყველაფერს.
პირველი ნაბიჯი ეს არის სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და ჩვენ ვიცით ორი ფეოდალი, ვინც მან შეიქმნა, ეს არის ლიპაით ბაღვაში და ძაგანი. ამით მიანიშნა, რომ არ მოითმენდა მათ თვითნებობას. ის რაც გიორგი მეორის დროს იყო, ოდესაც გიორგი მეორე მათ ცოტა მობიარად ექცეოდა, დავითი ამას არ გააკეთებს. მეორე ნაბიჯი ეს სამაგალითო. ეს იყო სამაგალითო. რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, სხვებიც იყვნენ, იმიტომ რომ დავითის ისტორიკოსი ზოგჯერ იყენებს ტერმინს წვრთნა ვიღაცეები, ხო, მაგრამ კონკრეტულად ვიცით ეს ორი პიროვნება. შემდეგი ნაბიჯი ეს არის ის ქმნის პატარა სამხედრო რაზმებს, რომელთა მიზანი არის სელჩუკთა აი მარბიელი პატარ-პატარა რაზმების განადგურება. ჯერ არა ვართ მზად იმისთვის, რომ დავუშვოთ დიდი შეტევა დავიწყოთ და უკვე ციხესიმაგრეების აქება დავიწყოთ, მაგრამ ახერხებს იმას, რომ სელჩუკები ვეგარ ახერხებენ ისე პატარ-პატარა რაზმებით გამოვიდნენ ციხეებიდან და ადგილობრივი მოსახლეობა სამისად ნიადაგს ამზადებს ყოველ შემთხვევაში. აი ამისთვის ამზადებს, იწყებს სამხედრო რეფორმას ამ მხრივ. ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც ხდება ლუის ურბნისის საეკლესიო კრებაზეა რა. ატომღაც მიჩნეულია რომ იქ მოხდა ესე წერია ძირითადად რომ აი იქ მოხდა მეფის მოწინააღმდეგე ეპისკოპოსების გადაყენება. რა თქმა უნდა, იქ ალბათ ეს მოხდა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი სხვა რამეც მოხდა. იქ მოხდა საეკლესიო წესების შესწორება, იქ მოხდა სხვადასხვა კანონების მიღება. ისე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა საეკლესიო კრების შემდგომ, როდესაც შეიქმნა ახალი თანამდებობა, მწიგნობართու ქუცეს ჭკონდიდელი. საქართველოში არსებობდა ცალკე ჭკონდიდის ეპისკოპოსი და ცალკე არსებობდა მწიგნობართու ქუცესი, მაგრამ ეს თანამდებობა დავითმა გააერთიანა. და შეიქმნა თანამდებობა, რომლის მფლობელიც მეფის შემდგომ იყო ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი კაცი. მას ემორჩილებოდა ასევე სააჯო კარი, ანუ უზენაესი სასამართლო. ძალიან გავლენიანი, უაღრესად გავლენიანი პიროვნება და მოგეხსენება პირველი მწიგნობართու ქუცეს ჭკონდიდელი იყო გიორგი ჭკონდიდელი. მის შესახებაც ბევრი არაფერი არ ვიცით, მაგრამ მის შესახებ ერთი ძალიან საინტერესო ფრაზაა ისტორიკოსთან დაცული, რომ ის იყო აღმზრდელი და თანააღზრდილი მეფის. აი საოცარი სიტყვებია რა, რომ მეფეს ზრდის, მაგრამ მასთან ერთად თვითონაც იზრდება. გამკაფავი ყოველთა გზათა და საქმეთა დავითის. აი საოცარი ტანდემია დავითი და გიორგი ჭკონდიდელი. წარმოუდგენელია ალბათ ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, აი საერთოდ ერთად იწყებენ. აი ამის შემდეგ უკვე იწყება, ეს არის კახეთ-ერთი შემოერთება. ამას მოყვა შემდგომ ერწუხის ძალიან ცნობილი ბრძოლა განძის ამირასთან. განძის ამირა, როგორც ჩანს, იყო პირველი მუსლიმი მფლობელი მართველი ჩვენს სიახლოვეში, რომელიც მიხვდა, რომ საქართველოში რაღაც იცვლება. და სცადა, რომ ესე რომ ვთქვათ, სანამ გაძლიერდება ეს ქვეყანა და ფეხზე დადგება, იქნებ მან შეაჩიოს, იმიტომ განძა ჩვენი მეზობელი იყო და პირველი საფრთხე მას დაემუქრა რა. მაგრამ არც კი იწონია. აი ამ შემდგომ ნელ-ნელა უკვე იწყება ბრძოლა სელჩუკების წინააღმდეგ. ოღონდ უწარმოვიდგენთ ესე რომ დავითი მხოლოდ იბრძვის. ამავე დროს ის ძალიან ბევრ სხვა საქმეს აკეთებს. 1006 წელს იწყება გელათის დაარსება მონასტრის, რომელიც თავიდანვე განსაზღვრული იყო იქნება არა მარტო მონასტერი, არამედ იქნება საგანმანათლებლო ცენტრიც და ის რასაც ისტორიკოსი წერს, ის უნდა იყოს მეორე იერუსალიმი და ახალი ათენია რა, მეორე იერუსალიმი, იმიტომ რომ აი ამ წვენის და რელიგიის თვალსაზრისით და ახალი ათენი ცოდნის განათლების თვალსაზრისით. პარალელურად, როგორც ვთქვით, ყველაფერს აკეთებს მეფე, ერთდროულად სელჩუკებსაც ებრძვის, სამეფო ხელისუფლებასაც აძლიერებს, აგერ გელათის მონასტერს აარსებს. მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. რა თქმა უნდა, იმ სასამართლო რეფორმას ატარებს, ადმინისტრაციულ რეფორმას ატარებს. საინჭებს. უაღრესად დიდ მნიშვნელობას აეწევს, ესე თვითონ არის უაღრესად განათლებული. და ეს ის პერიოდია შუა საუკუნეებია, როდესაც ევროპის ბევრი მონარქი მანდ-ამაინც დიდი განათლებით და ცოდნით არ გამოირჩევა რა. საუბრადაც რომ მიდიოდა თან მიქონდა. საოცარია, წიგნები მიქონდა რა. ჯორი იყო, რომელზეც წიგნები იყო დატვირთული და თუ სხვა ისვენებს, რომ ზოგს ძინავს და ზოგიერთობა მეფე ისვენებდა იმით, რომ წიგნებს კითხულობდა და საინტერესო ფრაზაა, თვალები რომ დაეღლებოდაო, ყურებს მოიმარჯვებდა. ანუ ას ნიშნავს, ვიღაცა სხვას თხოვდა, რომ მას წაეკითხა რა. არის რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც მეფე იმდენად გაერთო წიგნის კითხვით, რომ დაუშვათ ბრძოლა რომ დაიწყო, მეფე მაინც წიგნს კითხულობდა და მხოლოდ შემდგომ, როდესაც გაიგო უკვე ბრძოლის ხმა, მიანება თავი წიგნების კითხვას და თავათაც ჩაება ამ ბრძოლაში. ესეც თვისება ის საოცარი, ის თვითპირადად იბრძვის. ხო არ არის ისე, რომ დაუშვათ სადღაც მაღლობზე დგას და იქიდან ჯარს თვალსადევნებს ბრძოლას. თვითონ იბრძვის და როგორც ჩანს, მაგალითს აძლევს თავის მეომრებს. იგივე ერწუხის ბრძოლაში ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლის დროს 3 ცხენი მოუკლეს და მეოთხეზე ამხედრებულმა წარმატებით დაამთავრა ეს ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია ყივჩაღების საკითხი. ხო, როდესაც 1118 წელს 40,000 ოჯახი იყო ჩამოსახლებული. ეს არის ფაქტობრივად მუდმივი ჯარის შექმნის აი მცდელობა.
ძალიან დიდი სამხედრო რეფორმა არის ესე, თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ყივჩაღები ჩამოასახლებდა, დავითმა მანამდე ფაქტობრივად მთელი საქართველო, თბილისისა და ქვემო ქართლის გარდა სელჩუკებისაგან გაწმინდა. ხო, სამშვილდე, ლორე, რუსთავი, გიში, ეს ციკლები ყველაფერი აღებული იქნა ქართული ჯარის მიერ. აი ამის შედეგი, ამ ყველაფრის შედეგია მე როგორ დიდგორის ბრძოლა 1021 წლის გვირგვინი შეიძლება აგვისტოს, რა თქმა უნდა, გვირგვინი ამისა და შემდგომ უკვე თბილისის აღება და გათავისუფლება. 36 წელი იმეფა დავით აღმაშენებელმა და ზოგჯერ დაუჯერებელია, რომ 36 წლის მანძილზე კაცმა შეძლო იმის გაკეთება, რასაც ალბათ რამოდენიმე თაობა ჭირდებოდა. ჩაიბარა სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობდა და თავის მემკვიდრეებს დაუტოვა მახლობელ აღმოსავლეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, თავის ჩამოყალიბებული სტრუქტურით და აბსოლუტურად სულ. აი გარდა მართლა აი განსაკუთრებული თვისებებისა, რომთაც ალბათ ღვთის ხელით უნდა იყოს დაჯილდოვებული და ღვთისნებით სახელმწიფო მმართველი, ხო? და კიდე იმ ბევრი თვისებებისა, რაც ახლა ვეღარ ჩამოვთვლით, იმიტომ რომ დრო აღარ გვეყოფა. აი რაში ხედავთ თქვენ, როგორც იგივე თქვათ, როგორც ისტორიკოსი, როგორც პიროვნება, აი მთავარ ძალას მისი, აი ამ საოცარ 36 წელიწადში შეძლო საოცრება, ხო? აი რაში კიდევ რა იყო ის ძალა? რითიც მანამდე წარმატებას მიაღწია. ძალა ქონდა და ის რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ღვთის გარეშე შეუძლებელი იყო ამის გაკეთება, ეს ნიჭი რაც მას ქონდა. მან მოახერხა, რომ ქართველ ერში მოძებნა ის ძალა, რომ ეს ერი ფეხზე დააყენა. იმიტომ რომ ის რო ტახტზე ადის, ერი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის ნეობრივად საკმარისია რუსუბნის წეგლის კრების ეგრისია წავიკითხო და ნახოთ იქ რა ვითარებაა რა. და აი აქედან ამ ჭაობიდან ამოიყვანა მან ეს და შთამომავლობამ ერთი სიტყვით, მაგრამ აი ესეთი სავსე სიტყვით შეაფასა მისი მეფობა, ოდესაც მას ეს მხოლოდ მას ეკუთვნის ეს აღმაშენებელი. ხო, ეს საოცრება ამ ერთ სიტყვაში ჩაეტანა 36 წლიანი მეფობის საოცარი პერიოდი. და თქვათ ისიც მაინც შევახსენოთ ტელემაყურებელს, უკვე დასასრულს უახლოვდება ჩვენი საუბარი, როგორი იყო მისი აღსასრული? 1025 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა დავითი 52 წლის. ხო, არ არის ახლა ადამიანის დიდი ასაკი და ისტორიკოსები ნამდვილად არის ახალგაზრდა. ხო, ფიქრობენ სულ რატო და რატო. ნუ წარმოვიდგინოთ რა რეჟიმით ცხოვრობდა მეფე რა. გასაკვირი არ არის ნამდვილად. ეს მისგან მოითხოვდა უზარმაზარ სულიერ და ფიზიკური ძალების მობილიზაციას, რაც რა თქმა უნდა აისახებოდა მასზე. და ისიც რაც ბოლოს არის, რომ იგი დაიკრძალა გელათში, კარიბჭეში რა, საოცარი თავდაბლობის მაგალითი. ყველაზე მეტი რამ გააკეთა საქართველოსთვის, აი ყველაზე თავდაბალი რამ გააკეთა და დაიძალა. სხვაგვარად ვერ მოიპოვებდა ხალხის ასეთ სიყვარულს, რომ არ ყოფილიყო ესეთი მზრუნველი და პიროვნულად ძლიერი. ჩვენ ვისურვებთ, უბრალოდ ხო შევთხოვთ მას, რომ ღვთის წინაშე მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. გილოცავთ წინასწარ, ასევე სარგებლობთ შემთხვევით და ულოცავთ ჩვენს ძვირფას და ერთგულ ტელემაყურებელსაც. დასრულდა დღევანდელი გადაცემა ამით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ გვინდა სასიამოვნო უქმე დღეები გისურვოთ. მე და სოფო ორშაბათამდე გემშვიდობა.